ჩვენ გვაბრუნდებით ეთერში მეორე სტუმართან ერთად. ჩვენი გაცემის მეორე ნაწილის სტუმარი იქნება დიპლომატი ელჩი კონსტანტინე ჭღენტი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კოტე რომ ჩაგვერთეთ და წინა სტუმართან ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაზე. ახლა მინდა გადავინაცვლოთ დედამიწის მეორე ნაწილში. კერძოდ ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტისა ევროკავშირის ლიდერებთან. და სიმართლე გითხრათ აი ესეთი საბედისწერო თუ არ ვიცი როგორ ეჭვი გამიჩნდა დიპლომატია როგორც ასეთი მოკვდა თუ ევროკავშირი ევროპა იმდენად დაკნინდა რომ აი ესეთ დონეზე ჩამოქვეითდა და დეგრადირდა და ზოგადადაც ეს ჩვეული არის გეოპოლიტიკისთვის და დიდი პოლიტიკისთვის რომ აი უკრაინის სიდიდის და რიცხოვნობის მქონე ქვეყანა აი ესეთი საერთო შეთანხმებით ყველას თვალსა და ხელშუა რომ იტყვიან ნადგურდებოდეს ეს რაღაცა ახალია თუ ეს ყოველთვის იყო ჩვეული დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილებებისთვის და ეს თქვათ აი მე ან კიდე შეიძლება სხვასაც გონია გულობყვილოთ რომ ტექნიკურმა პროგრესმა უფრო ცივილიზებული გახადა ადამიანი რატომ ნადგურდება ეს სახელმწიფო ჩვენ თვალწინ ასე შეთანხმებულად და სად დაიკარგა დიპლომატია თუ არსებობდა კი ოდესმე უკვე ეს კითხვაც გემიჩნდება გამარჯობა ნინო მადლობა მოწვევისთვის მივესალმები თქვენ და მივესალმები მსმენელს და მაყურებელს რა ვიცი მე მგონია რომ მოულოდნელი იმ შეხვედრაში არაფერი არ იყო იმიტომ რომ ვისაც ესმის და ადევნებს თვალყურს პოლიტიკას და იგივე დიპლომატიას რომელიც თქვენ გარდაცვლილად გამოაცხადეთ მაგრამ დიპლომატია უკვდავია სანამ ერთი მომლაპარაკებელი იარსებებს მეორესთან და ეს სანამ ორი ადამიანი იარსებებს მანამდე იარსებებს ალბათ ადამიანთა ჯგუფებზე რო არაფერი არ ვთქვათ სახელმწიფოები კიდე კი არსებობს ესეთი სურვილი და ამაზე სავსებით სწორად ლაპარაკობს ხოლმე ჩვენი ფილოსოფოსი ბატონი საზარო კი უნდათ ზოგიერთებს რომ გაქრეს ერი სახელმწიფოები რუქიდან და სხვა ძალები მართავდნენ სოფლიოს მაგრამ არ გამოვა ეს იმიტომ რომ ერი სახელმწიფოს გაქრობა ეგეთი ადვილი არ არის შეიძლება პატარა სახელმწიფოები რაღაც დროით დაიპყრო რაღაც სიძნელები შეუქმნა ისე როგორც აი უკრაინას აქ ხა ისე როგორც თავის დროზე ჩვენ მქონდა თავის დროზე კი არა ძალიან ხშირად მქონდა ჩვენ ისტორიაში მაგრამ ზე სახელმწიფოებს რას უშვები ზე სახელმწიფოებს ანუ იმ სახელმწიფოებს ვინც თამაშის წესებს წერენ რეალ პოლიტიკის მიხედვით და რომელიც პრაქტიკულად უკვდავია არ მინდა ვთქვა როგორც მაფია თქო მაგრამ რეალ პოლიტიკა რო უკვდავია ეს ფაქტია და ვთქვათ კაი ვიღაცას სურს რომ რუსეთს საშინო დღეში ჩავარდა და დაიშალა და ჩინეთს რაც შვებიან ამერიკის შეერთებული ალბათ მე ჩინეთის დაშლაზეც იმუშავებენ როგორც ჩინელები ხო ძირითადად ერთმანეთს ებრძოდნენ აქამდე ისტორიულად სანამ გაერთიანდებოდნენ ეს არ გამოვა ჯერ ერთ რუსეთის დაშლა არ გამოვა არავის არ აწყობს ეს სოფლიოში პირდაპირ აი ინტერესებზე რო ვისაუბროთ პირველ რიგში იმ ორ სხვაზე სახელმწიფოს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთია რუსეთის დაშლა და დანაწევრება ისეთ კატაკლიზმებს გამოიწვევს რომ უკრაინა მოგონილი იქნება საერთაშორისო ურთიერთობებისთვის და გლობალური სიტუაციისთვის სოფლიოში ამიტომ სანამ არსებობენ ეს სახელმწიფოები და ეს სახელმწიფოები წერენ თამაშის წესებს საერთაშორისო თამაშის წესებს იყო პერიოდი როცა ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თქვენთან ფუკუიამას შესახებ და მისი ზღაპრების შესახებ რომ დამთავრდა ისტორია და ახალი დრო იწყება და ეხლა ყველაფერს ლამაზად ცისფერით რა ქვია სათვალეებით დავინახავთ და ესე იგი სოფლიო მთავრობა მართავს პროცესებს სოფლიოში და ასე შემდეგ. ნუ ეს ძალიან მალე ისტორიისთვის ძალიან მალე დადასტურდა, ისედაც ძალიან მალე დადასტურდა, რომ ესეთი утопიური იდეები, ნუ თავის დროზე ცხოვრობთ შუა საუკუნეებში, კამპანელო გვახსოვს და სხვები. ამიტომ ეს утопიური იდეები რაღაც პერიოდში ჩნდება ხოლმე, მაგრამ მე რეალიზმი და რეალობა და რაც ხდება რეალურად სოფლიოში, ის იმდენად კვეთრად აჩვენებს თავის თავს და ეხლა აჩვენა ზუსტად აი ამ შეხვედრაზე, ტრამპის შეხვედრაზე.
თეთრსახში როცა ჩაბრძანდეს უყველა და არ მომეედება ამ სიტყვის ეახლენ და დამძანდნენ იქ და სიჯდა სუფრის თავში მოძღვრავდა ამან დაადასტურა რომ რეალობა აბსოლუტურად სხვა არის ვიდრე სურვილები ვიღაცის ბადოკოტე მანამდე რატო იყო აღქმების მიხედვით ბევრჯერ გვითხოვს ეს თქვენ გადაცემაში სურვილების და აღქმების მიხედვით რამდენიც კი ვიღაცას სურს რომ ესე იმოქმედოს არ გამოვა არაფერი ბადოკოტე თქვენი აზრით რა შეიცვალა აი მანამდე რატო ეურჩებოდა ევროკავშირი და ეურჩებოდნენ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი თქვათ ტრამპს და ახლა რატომ დაეწყნენ და როგორც დავესესხებით თქვენ ნათქვამს ეახლნენ რა შეიცვალა არა დაინახეს რომ სიტუაცია რეალური ისეთია და ამ ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია ტრამპის და ამერიკელების სხვების მისი გუნდის საუბრებმა ზელენსკისთან იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე მგონია რომ ეს იყო არა მხოლოდ ჩემთვის თეთრი სახლის წინ ზელენსკის ინტერვიუ შეხვედრების მერე მასთან შეხვედრის და ევროპელებთან შეხვედრის მერე უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ყველაფერი ის რაც მანამდე ხდებოდა იმიტომ რომ ის რასაც ადრე აცხადებდა ზელენსკი რომ არავითარ შემთხვევაში არ დაშანხმდებოდა დიახ შეხვედრას და მეორე არავითარ შემთხვევაში არ იქნება საუბარი ტერიტორიების გაცვლაზე ის მან უარყო და მიცხადა რომ მზად არის პირობების გარეშე შეხვდეთ კი ბატონო უპირობოდ დიახ მზად არის საუბროს ტერიტორიების საკითხზე ანუ პრაქტიკულად ტერიტორიების გაცვლაზე რასაც მოუწოდებდნენ ამერიკელები საბოლოოდ მოხდა ის მე ხა ისე არ მინდა გამომივიდეს რომ ორაკული ვარ მაგრამ ომი რო დაიწყო მაშინ დავწერე მე პირველად თქვი კიდევაც ერთ-ერთ გადაცემაში ეს იქნება კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი რა თქმა უნდა უფრო დიდი მასშტაბის და უფრო დიდი შედეგების მომტანი ვიდრე თქვათ ჩვენი გაყინული კონფლიქტებია რომელიც დღემდე გაყინული კონფლიქტებია პრაქტიკულად იმიტომ რომ რასაც ზელენსკი აპირებს ჩვენ მომას დიდი ხანია ვაკეთებთ რომ არ ვაღიარებთ პრაქტიკულად დაღარგულ დროებით რა თქმა უნდა ამის იმედი გვაქვს ჩვენს და მთელ საქართველოს და მე მინდა რომ ახალგაზრდებს გქონდეთ განსაკუთრებით ამის იმედი არა მხოლოდ აფხაზეთიდან სწავლულთა შთამომავლებს წამოსულთა მაგრამ არ ვაღიარებთ დე იურე რომ აი ის ჩვენ ტერიტორია სოფლიოც ესე აღიარებს გაეროც ესე აღიარებს რეზოლუციები გამოდის გაერო ხანს უჭერს საქართველოს ტერიტორიას ასე შემდეგ ზუსტად იგივე იქნება უკრაინაზე და ამას ვამბობდი მე ომი რო დაიწყო რომ იქაც იტყვიან რომ არა ჩვენ არ ვაღიარებთ წართვეულ დონბასს არ ვაღიარებთ წართვეულ ლუგანსკს არ ვაღიარებთ ყირიმს წართვეულს მაგრამ ნუ ის იქნება პრაქტიკულად ესე ვიდრე კიდევ ერთი რაღაც ისეთი გეოპოლიტიკური ცვლილება არ მოხდება მსოფლიოში გლობალური როგორც ახლა მოხდა ომის დაწყების მერე და რასაც მოყვა რაღაცეებში ჯაჭვური რეაქცია და აბსოლუტურად შეიცვალა სურათი სხვადასხვა ადგილას მსოფლიოს იგივე ევროპაშიც აბსოლუტურად სხვა მიდგომები იყო გამარჯვებულები და რაღაც დროს ხელში დადიოდნენ ეს გლობალისტები ლიბერალ გლობალისტები და ვოუკისტები და ასე შემდეგ ლიბერალები დემოკრატები მაგრამ ნუ დაინახეს რომ არ გამოდის ეს იმიტომ რომ რეალობა სხვა არის რეალობას თავის კანონები აქვს რეალობას ის კანონები აქვს რომ არ შეიძლება ერთი მხარის გათვალისწინებით რაღაცა გაკეთდეს და გადაიჭრას იმის რა ქვია აპოლოგიას ლავროვის მე მგონი არავინ არ დამწამებს მაგრამ რაც თქვა ბოლო ინტერვიუს დროს გუშინ მან მე მთლიანად უყურე ამ ინტერვიუს როცა ის იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამოდიოდა შეხვედრის მერე და მაშინ თქვა მან ეს რომ რუსეთის გათვალისწინების გარეშე რა უსაფრთხოების გარანტიას აძლევთ უკრაინას ერთი გამაგებინეთ რა აი ეს პირდაპირიანით რო თქვათ გასაგებიანით და დიპლომატიურად ესე განაცხადა რომ რუსეთის გათვალისწინების გარეშე არანაირ ყოველდღიურ გარანტიებზე ლაპარაკი არის ეუღებელი და რეალური და ეგრეა ნამდვილად კიო პუტინი დათანხმდაო რომ გარანტიები მიეცეს უკრაინას
პუტინი იმას დადახდა, რომ სხვა მიცეს გარანტია უკრაინას, თქვა ამერიკელებმა და ევროპელებმა. ის კი არ თქვია პუტინს და დარწმუნებული ვარ, არასოდეს არ იტყვის, რომ მე ვაძლევ გარანტიას უკრაინას, რომ ხელშეუხებელი იქნება. მაგას არ იტყვის, იმიტომ რომ ეს არ შედის რუსეთის ინტერესებში. ბატონო კოტენ, ჩვენ გქონდა ასეთი გამოცდილება, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების გარანტია იყო მის მიერ ბირთვული იარაღის დათმობა. ჩვენ ნახეთ როგორ იმუშავა ამან და რა ვიცი, მეორედ იმუშავებს იგივე სცენარი დაახლოებით. რა გითხრა ნინო, ჩემო კარგო, ეხლა გამახსენდა 93 წელი, როცა კლინტონის ადმინისტრაცია მუშაობდა იმაზე, რომ ყაზახეთისთვის და უკრაინისთვის დაეთმობინებინა ბირთვული იარაღი საბჭოთა კავშირის დროიდან დარჩენილი. მე მაშინ ერთხელ მე მგონი თქვი თქვენ განაცემაში, უბრალოდ გამეორებ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გახდით ჰარვარდის უნივერსიტეტში, მიწვეული მკვლევარი ვიყავი და ის განყოფილების გამგე, რომელსაც მე მუშაობდი კენედის სკოლაში, საერთაშორისო მონა იყო ერთ-ერთი წამყვანი პიროვნება ამ დელეგაციაში. ჩამოვიდა იქიდან მივლინებიდან და მაგარი გახარებული იყო, რომ როგორც იქნა დავათმობინეთ უკრაინას ბირთვული იარაღი და პიკნიკი მოაწყო დაფათიშეს უყოდ. და ამ პიკნიკის დროს ერთი-ორი ჭიქა რა დასამალია ვისკი რომ დავლიანთ, მე უთხარი რომ მე უთხარი კი, მაგრამ ცოტა ხანში რუსეთი რო ფეხზე დადგება, მე უთხარი და თუ საბჭოთა კავშირის აღდგენას არ მოინდომებს, რაღაცა ფორმით რომ თავის გავლენა ისე დაიბრუნოს ყოფილ საბჭოეთზე, აი ამას რომ დაიწყებს უკრაინას ვინ დაიცავს მეთქიდა. ჩვენ დავიცავდა. თქვენ ესე გამომიცხადა და მე ყველას ახსოვს ბუდაპეშტის ხელშეკრულება, რომელიც დახიეს რუსებმა და გადაღარეს სანაგვეში და კიდე იმის გახსენება შეიძლება ცხოვრებული და ბისმარკი რო ეძახდა, რომ რუსებთან დადებული ხელშეკრულების ფასი იმ ხალხის ფასი არის, რომელზეც წერიაო. ისტორია მეორდება ზოგჯერ როგორც ვიცით არა ეს და ზოგჯერ როგორც ფასი. ხო და აქაც კიდე ერთხელ გარანტიებს აძლევენ, რომელ უკრაინას აძლევენ გარანტიებს, რა ტერიტორიის უკრაინას აძლევენ გარანტიებს, რა მოიაზრება ამ ტერიტორიებში, რა სახის გარანტიებს აძლევენ და ვინ აძლევს ამ სახის გარანტიებს. მეხუთე თავზე ლაბარაკი, რომელსაც ყველა მეხუთე მუხტს ეძახის და არ არის სწორი. ეს არის მეხუთე თავი, ესე ითარგმნება და chapter 5 ქვია, რომელშიც წერია, რაზეც არავინ არ აკეთებს ხოლმე, დაიწყეს ერთი პერიოდი ლაბარაკი, ისევ მიაჩუმათეს. ყველა სახელმწიფო თავად წყვეტს მეხუთე თავის ამოქმედებაში მონაწილეობა მიიღოს თუ არა ნატოს წევრი. აბა თქვენ თვითონ მითხარეთ ნინო, თქვენი აზრით, რამდენი სახელმწიფო იქნება თანახმა, რომ რამე რომ მოხდეს იქ და უკრაინა დაუქვემდება რომ ეგრეთ წოდებულ მეხუთე თავს ნატოს რამდენი სახელმწიფო იქნება მზად რომ იომოს უკრაინაში ნატოს სახელი? არც ერთი. ხო მეც ესე მგონია რატომღაც. ის კი არა ჯარებს გავაგზავნითო. თავიდან თქვეს აი ახლა გუში რომ ჩვენ მზადავართ გავაგზავნოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების ნაწილები, თქვათ იქ ესტონეთმა თქვა რომ 100 თუ 1000 ჯარისკაცს გავაგზავნიონ, სასაცილოა და სხვებმა კიდე. და მეორე დღესვე დაიწყეს ლაბარაკი რომ არა ეს ჯერ კიდე გადაწყვეტილი არ არის, საფრანგეთმა, გერმანიამ ჯერ კიდე ვნახოთ როგორ მორჩება მოლაპარაკებები, რა შედეგი ექნება. მოლაპარაკებები მორჩება ისე როგორც ძლიერი კარნახობს ხოლმე კონფლიქტის სხვა ის რა ცხადებს. ტრამპი რო 5 ომი შევაჩერეო, ომი კი არ შეაჩერა, ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია. თორე იქ ხელშეკრულება სამშვიდობო არცად არ არის დადებული. იმ 5 ომში, რომელსაც ის გულისხმობს. ის სანამ სამშვიდობო ხელშეკრულება არ დაიდება, სამშვიდობო შეთანხმება ვიღაცების მონაწილეობით თუ პატრონაჟით თუ იქ გაერო და ასე შემდეგ, მანამდე ომი დამთავრებული და კონფლიქტი არ არის. მანამდე არის ცეცხლის შეწყვეტა. დროებით ხალხი არ იხოცება და ეს ძალიან კარგია. თუ მიაღწიეს ამას, ხალხი არ დაიხოცება და საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, მაგრამ მშვიდობამდე და სამშვიდობო ხელშეკრულებამდე იმხელა გზა რომ მაბადიოს ყველა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ თუმცა რატომ აბატიოს რეალობას ვიძახი, მე მაგას ვერ მოვესწრებ, მე ასე მგონია. ამიტომ
არ არის ესეთი კონფლიქტები, როცა სისხლი დაიღვარა 1,700,000 კაცი გადახესვა უკრაინის. დიახ, სასწაული მონაცემია, დიახ. სასწაული მონაცემი გამოაქვეყნეს 1,700,000 და მოკლული და დაკარგული. შეიძლება ამდენივე ან უფრო მეტი იქნება რუსეთის მხარესაც. ხო აი წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი დაიღო. მე პირადად არ მგონია რუსეთის მხარეს უფრო მეტი იყოს. იქნება ბევრი ძალიან მილიონამდე იქნება ალბათ, მე ესე მგონია, მაგრამ უკრაინას მეტი მსხვერპლი რო იქნება, მე რატომღაც ესე მგონია. ხო და რა ვიცი ხარ, შეიძლება სხვანაირად გონია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ ლაპარაკობთ საბოლოო მოუგვარებაზე, კონფლიქტის საბოლოო დამთავრება, ამას სჭირდება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება, ხელშეკრულება ყველას ინტერესის გათვალისწინებით და იმაში უნდა იყოს გათვალისწინებული აი ეს გარანტიები უსაფრთხოების პირველ რიგში და მე რა ტერიტორიის გარანტიები, აი რომელ ტერიტორიას აძლევენ გარანტიას. ყირიმის ჩათვლით, ყირიმის ჩაუთვლად, დონბასის ჩათვლით, დონბასის ჩაუთვლად, ლუგანსკის ტერიტორიის უმეტესეს ჩათვლით, ჩაუთვლად და ასე შემდეგ. თორე სულ ჟირინოვსკი მახსენდება, ეხლა ძალიან პოპულარულია. ნახულობთ ხოლმე ალბათ ნინო იმაში. კი, რა თქმა უნდა, გეგმებს როგორ ახმოვანებს, დიახ. წინასწარ მეტყველებას. ანუ რამდენი ხნიანია ეს გეგმები წარმოიდგინეთ. შეხვედრილი ჩემი კოლეგა იყო, აღმოსავლეთიდან იყო სხვათა შორის და საკმაოდ კარგი, მაგრამ მართლა ლაპარაკობდა ამას, რომ აი უკრაინასგან დარჩება დასავლეთ უკრაინა და ცოტა ცენტრალური ნაწილი და კარგად იყო. თუ გახსოვთ ეს ვიდეო. მახსოვს, როგორ ჩვენზეც ამბობს უსიამოვნო რამეს. კი, ჩვენზეც ამბობს. მაგაშია საქმე, რომ პატარა ქვეყნები არ არიან თავის-თავზე დამოუკიდებულები. კი ბატონო, პატარა ქვეყნების პირველ რიგში ეხლა ჩვენ უკრაინასთან შედარებით რა თქმა უნდა გაცილებით პატარა ვართ, მაგრამ უკრაინა სხვებთან შედარებით არის პატარა. და ამიტომ ის დიპლომატია და პოლიტიკა რო თავიდან აიცილო დამანგრეველი ომი და განადგურება შენი და შეეცადო რომ ყველა გზა დაასრულო დიპლომატიური და პოლიტიკური და თუ გამოსავალი არ არის, მე იძულებული იქნები რომ ეს ომი დაიწყო. აი მაგალითად ძალიან ბევრი თვლის, რომ თავის დროზე ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა გზა, ყველა დიპლომატიური ის არ გამოიყენა საშუალება. იმისთვის მაგალითად შტაინმაიერის გეგმა გავიხსენე. და ასე შემდეგ. ხო, და აი ეს რომ გამოგვეყენებინა შეიძლება საერთოდ დამწყებულიყო ის ომი. ამასაც აქვს არსებობის უფლება. უკრაინას მაგალითად კი ბატონო, კარგი იყო, ცუდი იყო, უფრო შეიძლება ცუდი იყო უკრაინისთვის კი არა ნამდვილად ის მინსკის ხელშეკრულება. ალბათ კარგად სახსენებენ. მაგრამ აი მინსკის ხელშეკრულებიდან მაქსიმალური რომ მოდი ესე ვთქვათ გამოეწოვა უკრაინას თავის დროზე. შეიძლება ის ომი არ დაწყებულიყო. შეიძლება ეთქვა რომ კი ბატონო რაღაცეებში აი პირობებში რასაც რუსეთი მაშინ თხოვდა და რას თხოვდა რუსულენოვანი მოსახლეობის განსაკუთრებულ პირობებს. ხო გვახსოვს? დიახ. ძირითადად იგი იყო რასაც უკრაინა არ თანხმდებოდა დონბასში რუსულენოვან ტერიტორიებზე. და იქნება რომ დათანხმებულიყო ამაზე და მიეცა ეს განსაკუთრებული ეხლა ამდენი გრევა არ იქნებოდა 1,700,000 კაცი და გენოფონდი განადგურებული არ იქნებოდა უკრაინის და ახალგაზრდების ნახევარზე მეტი გაქცეული არ იქნებოდა ქვეყნიდან. რომელი ჯობდა ქვეყნისთვის იქ დაეთმო და ბოლომდე გამოეყენებინა მინსკის ხელშეკრულების პირობები თუ აი ეს რაც ახლა მოხდა და რაც ახლა ხდება. ბატონო კოტე, აი აქ იბადება ერთი კითხვა, მე მებადება ყოველ შემთხვევაში. აქვს კი, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ უკრაინასთან შედარებით ვართ მცირე სახელმწიფო, უკრაინას სხვებთან შედარებით მცირე სახელმწიფო. შესაბამისად, აი იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მცირეთა კატეგორიაში მოიაზრებიან და გადიან, აქვს თუ არა მის საშუალება, რომ აი რას თქვენ ბრძანეთ, აი დათანხმებოდა მაშინ აი ამ მინსკის შეთანხმების მოთხოვნებს. დათანხმებოდა, მე დავამატებდი 2022 წლის მარტში იმ შეთანხმებას, იმ პირობებს, რასაც რუსეთი სთავაზობდა. უცებ ხო და ეხლა ვხედავთ, რომ ეს უნარი არ დამოვიწყდეს. თქვა თუ გახსოვთ, ლავროვმა ახსენა, რომ ჩვენ გვაქვს დოკუმენტი პრაქტიკულად პარაფირებულიო სტამბოლის. აი პრესკონფერენციაზე თქვა გუშინდელზე. პრაქტიკულად დოკუმენტი გვაქვს და გვიდევს ვისაც გინდათ გაჩვენებთ, რომ დათანხმებულიყო უკრაინა იმაზეო.
ხო, სწორედ ამას ვამბობ. ამას ვამბობ, ბატონო კოდე, მისცემდნენ უფლებას. გამოვიდა ბორის ჯონსონი და გამოცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში ეგარ გააკეთოთ. და ამას ვკითხულობთ, ვერ დავასრულე კითხვა, ბატონო კოდე. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ხელისუფლებას, აი ამ ტიპის სახელმწიფოების ხელისუფლებას, მცირე სახელმწიფოებისას აქვთ იმის შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ ბორის ჯონსონი, პირობითი ბორის ჯონსონი დართავს ნებას, რომ ამაზე დათანხმდნენ. ანუ ჩვენ ხო ხედავთ, ეხლა ბრმა უნდა იყო ვერ დაინახო, რომ ეხლა რაღაცა მადლობებს უხდის უკრაინულ ტერიტორიას დაკარგავს, ხო? ზელენსკი მანამდე ამბობდა არც ერთი იმით ნაბიჯით უკან არ დავიხებთო და ჩვენ ტერიტორიებს არ დავთმობთო. აი ეს თამაშია, მართლა ასეთი მარიონეტები არიან ამ მცირე სახელმწიფოების, მათ შორის აი თუმცა ბევრი ისყავს გულშემატკივარი ზელენსკის ჩვენს საზოგადოებაში. ასეთ სისხლიანად წირავენ თავიანთ სახელმწიფოს და თავიანთ ხალხოს სისხლის კალო გაილეცა. ხა გინდა რუსეთს დააბრალა და გინდა უცხო პლანეტელებს, რა მნიშვნელობა შედეგი ხომ ესეთია და თუ ამას ახლა თანხმდები დალოცვილო 3, 4 და 5 წლის წინ დათანხმებოდი, მაგრამ შეუძლიათ კი გაუწიონ წინააღმდეგობა კოლექტიურ ბორის ჯონსონებს. ნინო ჩემო კარგო, იგივე ამ რეალობიდან და რეალ პოლიტიკიდან გამომდინარე. პატარა ქვეყანას, მცირე ქვეყანას და სამხედრო პოლიტიკური, ეკონომიკური ყველა თვალსაზრისით გაცილებით სუსტს, ვიდრე არათუ ეს სახელმწიფოები, არამედ მსოფლიოს და თქვათ ევროპის სამყარო სახელმწიფოები არიან, თქვათ ისეთი რეგიონული სახელმწიფოები, როგორც თურქეთი და ირანია. იმათ რომ გაცილებით ნაკლები საშუალება აქვთ, რომ თავისი ინტერესები დაიცვან. ვიდრე დიდ და თუნდაც საშუალო სახელმწიფოებს ზუსტად მაგით დავიწყეთ საუბარი. ეს არის რეალობა. ჩვენ რა დაგვიცი, ჩვენით, ეხლა ომით ვერავის წინააღმდეგ ჩვენ პრაქტიკულად თავს ვერ დავიცავთ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ქოლგა. სულ ამაზე იყო ლაპარაკი. ნატო რო იყო, ნატო უსაფრთხოების ქოლგა. გვჭირდება და ევროკავშირიც შეცდომით სხვათა შორის, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრობა არანაირი უსაფრთხოების ქოლგა არ არის და ეხლა დაიწყოს მაგაზე ლაპარაკი რატომღაც ზოგიერთებმა არის უც არ ყოფილა ის კი არა ძლივს ძალით კომპლიტ აიძულა უკაცრავად ამ გამოთქმაზე ტრამპმა რომ იმის გაზარდონ ნატოში შენატანები თავის ბიუჯეტიდან ნატოს წევრ ქვეყნებს თავისი უსაფრთხოებისთვის და ეხლა წარმოიდგინეთ უსმად თეორიულად ჩვენ გავხდით ნატოს წევრი რა ისა გვაქვს რა ეკონომიკა გვაქვს ჩვენ რამდენი პროცენტი უნდა შევიტანოთ იქიდან რომ უზრუნველყოთ ნატოს უსაფრთხოების პრინციპები აბა ერთი წარმოვიდგინოთ რა ეგრე ხო რაღაცა რეალობიდან უნდა გამოხვიდე რაღაც რა ეკონომიკა გვაქვს რამდენი გვაქვს ხო ვიცით რამდენი გვაქვს აბა იმის დაითვალეთ აბა 5% კი არა თუნდაც 2.5% დაითვალეთ ის რომ ნატოს უსაფრთხოებაში შევიტანოთ ჩვენ რიგი ვიცხოვროთ მე მე ვაპარაკობ აბსოლუტურად მე როგორც უყურებ რაც არის რეალურად არანაირად არასოდეს ახმებით არ მისაუბრია და არ ვაპირებ როგორც კი მივხვდი რომ რეალ პოლიტიკას თამაშის წესებს მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობებში ამიტომ პატარა სახელმწიფოებს რა თქმა უნდა რჩება ერთადერთი რამე ეს არის ჭკვიანური პოლიტიკა და დიპლომატია ეს არის აი ის დანის იმაზე პირზე სიარული რაზეც ასევე არაერთხელ ვილაპარაკია ჩვენ გადაცემებში და თქვენთან შეხვედრაში ამას მეტნაკლებად აი ახლა აი ეს განსაკუთრებით იმის მერე რაც ძალიან ცდილობდნენ რომ ჩვენც იქ ყოფილიყავით და ჩვენთანაც იგივე უბედურება დატრიალებულიყო ვახერხებთ და ამის შედეგებით ჩანს აშკარად ქვეყანაში ამ სიმშვიდეში ამ შვიდობაში ამ ეკონომიკის დაში ყველაფერში ეს ჩანს და არ გვინდა კი ბატონო ნუ წარმოვიდგენთ რომ თქვა ისე მოხდებოდა თუ ეს რეალურად ეხლა რაც არის ქვეყანა ხო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე ეჭო გადახედეთ იგივე ამ ევროკომისიის და იმის აი ბოლო გამოქვეყნებულ შედეგებს და იმას ეგეც ხო ჩვენი დაწერილი არ არის რა ხო ისინი წერენ როგორ ავართ და რა ვარ და რატო ვართ ესე იმიტომ რომ შევძელით ჩვენი ინტერესი გაგვეტარებინა რაღაცა გარკვეული დროის კაცმანიც მე რა მოხდება როგორ შეიცვლება გლობალური სიტუაცია ჩვენნაირი ქვეყანა
ისეთ ადგილას მყოფი, ამაზეც არაერთხელ გვილაპარაკია კონტინენტების და იმის შესაყარზე, რა ქვია, გზების და პოლიტიკის და სტრატეგიული ინტერესების. ჩვენერი ქვეყანა მუდმივად ესეთ მდგომარეობაში იქნება, მუდმივად. და ესე იყო ყველა ჩვენი მეფეები და ყველა ის ძლიერი საქართველოს მმართველი, რომელიც ითვალისწინებდა აღმოსავლეთისას და დასავლეთისას, ოსმალეთისას და თურქეთისას, ჩრდილოეთისას და რუსეთისას და ჩრდილოეთისას და სამხრეთისას. სხვანაირად ვერ იარსებებთ, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, მშვიდობიანი და წარმატებული სახელმწიფო. სხვანაირად ვერ იარსებებთ, რა არის სახელმწიფოსთვის თავი? უსაფრთხოება. უსაფრთხოება იმისთვის, რომ მშვიდობიანი წარმატებული განვითარება კონდეს. უსაფრთხოება რომ ამბობთ, პირველი რა არის იმისთვის, რომ განისაზღვროს საფრთხეები, ხო? დიახ. ჩვენი ძირითადი საფრთხე, დავწერე კიდევაც არ ვიცი გუშინ თუ გუშინწინ სოციალურ ქსელში, ჩვენი ძირითადი სამხედრო საფრთხე, რა თქმა უნდა, არის რუსეთი. იმიტომ, რომ ჩვენი 20% ოკუპირებული აქვს და იმ ჩვენ ქართულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული აქვს სამხედრო ბაზები. დიახ. იმიტომ რომ ეს არის და ეს არის ჩვენი ძირითადი ხიფათი. ჩვენი ძირითადი მიზანი კიდე ამის აქედან გამოსვლა და აღდგენა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის. ხო, ეს არის სამხედრო საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურთან, ძალიან ხშირად ისახიან სამხედრო პოლიტიკური საფრთხე. კი ბატონო, რუსეთია, ვინ მომაძალ, ვინ უარყოფს ამას, ვინმე როდესმე ვინმეს უარყვია ეს. მაგრამ იმ რუსეთთან რომ ვერ ეომებდა, როგორც კი ეომებ, რომ ვარესი დაგემართება, გაცილებით ჩქარა და გაცილებით ვარესა, თვითონ უკრაინას დაემართა და არც არავინ არ დაგეხმარება. ხო ჩანს არა? კი, შეიძლება რაღაცა მოგაწოდონ, მაგრამ არ გიშველის ის დახმარება. და მეორე, სხვა საფრთხეების რა ვუყოთ? გარდა სამხედრო პოლიტიკურსა ეს მინდა დამეცვა კი ბატონო, დიახ. ეკონომიკური საფრთხე, კულტურულიც, კულტურული, ინფორმაციული, კიბერსაფრთხე და ტერორიზმის საფრთხე. ხო, ეს ძირითადი, რომელსაც ეხლა ვთვლიან ხოლმე. ყველა ეს საფრთხე საქართველოს დამოუკიდებელი სუვერენული არსებობისთვის მოდის გლობალური ომის პარტიიდან და ლიბერალებიდან და არა რუსეთიდან. დიახ. მოგეთ გარშემო რაღაც სუნტრები გვახვევია სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ ბატონო. დიახ. პოლიტიკურისა ყველა დანარჩენი საფრთხე იქიდან მოდის. დიახ. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ მაყურებელს, რომ გვიყურებდით და გვისმენდით. მე გემშვიდობებით, ერთმანეთს შეხვდებით ხვალ 14 საათზე.